2024 წელს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 204 ლარით გაიზარდა და 1970 ლარს გადააჭარბა. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ იუწყება სტატისტიკის სამსახური. როგორ ითვლის საქსტატი მინიმალურ ხელფასს და საშუალო ხელფასს და რაც მთავარი არის, რამდენად ასახავს ეს მონაცემი ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს. ამ და არა მხოლოდ ამ თემებზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ნიკოლოზ ალავიძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილეა ჩვენთან ერთად. GeoCase-ის მრჩეველი. ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ბატონო მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. ნიკოლოზ, ალბათ ძალიან საინტერესო იქნება. პირველ რიგში ჩვენ თუ შევხედავთ ამ სტატისტიკას, როდესაც აქვეყნებს ხოლმე საშუალო ხელფასს სტატისტიკის სამსახური, ყოველთვის ჩვენი საზოგადოების ნაწილი ობიექტური, საკმაოდ ობიექტური სკეპტიციზმით ხვდება ამ მონაცემს და ამის საფუძველიც არსებობს. პირველ რიგში საინტერესო იქნება ალბათ იმ მეთოდოლოგიაზე ვისაუბროთ, თუ რა მეთოდოლოგიით და როგორ ითვლის საქსტატი ამ მონაცემს და მეორე საკითხია, რამდენად ასახავს ეს რეალურ სურათს. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ბატა კიდევ ერთხელ, ვიდრე ამ ძალიან მნიშვნელოვან თემას მიუბრუნდებოდი, არ შემიძლია გვერდი ავარო და ჩემი ხარდაჭერა ადამიანური ჩემი ოჯახის მხრიდან განსაკუთრებით არ გამოვხატო ბატონი გოგი ჯახმუნაშვილის და მისი ოჯახის მიმართ. მე არც ისეთი პატარა ვარ და არც ისეთი დიდი. და საბედნიეროდ მომიწია როგორც პაციენტს ოდესღაც ბატონი გოგისთან აუდიენცია და შემდეგაც რაღაც გადაკვეთები არა პირდაპირ ან ექიმის და პაციენტის ურთიერთობით ჰქონდა და რა ვიცი პროთავს ვალდებულად ვთვლი რომ ეს კანონოს როგორც დატყუებული ადამიანი მისი ამას აკადემიკოსი და რომელსაც უშველებელი წვლილი შეაქვს არა მარტო ქართული პედიატრიის განვითარებაში, არამედ გლობალურად ამ გლობალურ კვლევებში და ძალიან დიდ ამუშავებელ თემაში ესეთი სახით სახელმწიფო რომ ყოველში რაღაცა რო იბრალებს სახელმწიფოა და ესე იქცევა. მე იმედი მაქვს რომ ძალიან მალე გაირკვევა ეს ყველაფერი და ჩვენ გამოვათა. ახლა დაუბრუნდეთ ჩვენს თავარ საკითხს. რა თქმა უნდა თვითონ ყველა განცხადება რომელიც ცდილობს რომ რაღაცა ყველაფერი წარმოაჩინოს პოზიტიურად, პოზიტიური არ არის. და სამწუხაროდ ეს ახალი ბჭყალებში გარღვევა ეკონომიკური ზრდის შემდეგ და საშუალო ხელფასის რაღაც ზრდის მაჩვენებელი ეს 8-9%-ით გაიზარდაო თითქოს რაღაცა კი რა თქმა უნდა თვითონ ფაქტი მოვლენა იმის რომ რაღაცა იზრდება ყოველ შემთხვევაში პოზიტიური არეალიდან კარგია, მაგრამ რეალურად რამდენად კარგია და არის თუ არა ეს კარგი, მეორე საკითხია. მანიპულირება ციფრებით და მანიპულირება ისეთი მონაცემებით, რომელიც არის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი ძალიან დიდ მექანიზმში, ფაზლში, უკაცრავად ქართულად ვერ გავიხსენე ამ გამოყენებით, არ იძლევა დიდი და რეალური სურათის დანახვის საშუალებას. კიდევ ერთხელ ადრეს გვისაუბრია ჩემზე ძალიან კარგად იცი რომ ეკონომიკა არის გრძელ ვადაში და სივრცეში გათვლადი და გათვლილი მეცნიერება. დღევანდელი მოვლენები აისახება რომ შეფასდეს, აისახება საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში, რომელიც 3-დან 5 და შემდგომი 50 წლიანი პერსპექტივებია და ყოველთვის ყველა კაცობრიობის ისტორიაში ასე ხდებოდა. ჩვენ ახლა უყურებთ ისეთ მონაცემებს და ისეთი მონაცემების ქარტეხილებში ვართ, რომელიც დღითი დღე გვამძიმებს და გვიმძიმებს რეალობის აღქმას. უკვე საშუალო და გრძელვადაზე კი არა გვაქვს, უკვე საშუალოსკენ მიახლოებულ მოკლევადიან პერსპექტივაზე გვაქვს საუბარი. იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით უკვე ჩვენ ვართ უკვე მე-10 თვეში, 9 თვის შედეგები გვაქვს, ცოტა კონკრეტულ ამ მონაცემს რო გვერდზე აუვავ და დავაკვირდეთ და ბოლო ეს წლები განსაკუთრებით პანდემიის შემდგომი პერიოდი მეტნაკლებად აღდგენა დავიწყეთ და სანამ ახალ შოქში ჩავიგდებდით საკუთარ თავს 28 ნოემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ ჩვენ სულ ეს არის რომ ყაი წლიდან აი ამ პერიოდში რაღაც სიმპტომატური ესე ვარდებოდა მე ვიწევით ისე უკეთესობისკენ მაგრამ აღარ ვიწევით იზრდება ინფლაცია რეალური ინფლაცია ვიცით რომ იზრდება ფასები რაც ინფლაციის მანიშნება რაც არის ინფლაცია გვიმცირდება შრომის უნარიანი მოსახლეობის რაოდენობა ქვეყანაში და გვიმძიმდება დემოგრაფიული პრობლემები მაგრამ რაც ეს მთლიანობაში რაც ყველაზე უფრო მძიმეა ძალიან მნიშვნელოვნად დეგრადირდა და დეგრადირდება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია ქვეყნის აღქმადობა და რატომღაც არ ვსაუბრობთ ამ ნაწილზე რომ ეს თუნდაც ეს და ინდივიდუალურ ვიღაცას კი არა ქვეყანას რას აძლევს და მოდი თქვათ ესე ანუ საშუალო
შემოსავალი ხელფასი, ამ სტატისტიკის დეპარტამენტი აღარ დავღალავთ თქვენი და შეუძლიათ ნახოს რა მეთოდოლოგიას იყენებს ჩვეულებრივ საშუალო მეთოდოლოგიას, ანუ ის იღებს უბრალოდ რაღაცა, არ ვიცით რა მონაცემებზე დაყრდნობით ხელფასს და ყოფს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას. ეს თანხა მიღებული საკლდება 22%, არაკლდება უბრალოდ 22%, ეს არის გროსი, ანუ ხელფასის გამცემი, ვინც არის ამ დამსაქმებელი, მაგალითად, შენ თუ მე მიხდი ხელფასს, რაღაც ამ ინტერვიუს მოცემაში, ან Deep State გვიხდის ამაში ხელფასს, თქვენ საბუღალტრო წიგნში ატარებთ ამას 1000 ლარად, მაგრამ მე ხელზე ვიღებ -22%, ანუ 20% საშემოსავლო რაღაც ჯანდაბადოზანა გადასახადები და პლუს 2% საფენსიო, რომელიც მე ვთვლი რომ სიტყვაზე არა. საფენსიო ნაწილსაც შეხა მე ვთვლი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, აუცილებელია, მაგრამ დავამთავროთ. თუმცა საიდან არის ეს ბაზა ამ ხელფასების? ერთი, ანუ რამდენიმე პრობლემა რაც არის, არ ვიცით და მეორე ეს არ არის სამართლიანი გადანაწილება. ეს მონაცემი არ არის ესეთი უნივერსალური გაზომვადი, უმეტეს ქვეყანაში მიჩნეულია როგორც დამაბნეველი და ამოღებულია რეალური ათვლისგან, მაგრამ გამოიყენება ქაღალდზე მანიპულირებისთვის ძალიან აქტიურად, რასაც ახლა გვთავაზობს ეს გუნდი, ზუსტად ვინც ამითი ვესაუბრებ. კი ბატონო, შემდეგ ითქვას ორ ნაწილად დაგისვამთ, მაშინ პირველ რიგში სამართლიანობა მოითხოვს აღნიშნოთ, რომ საქსტატი მედიანურ ხელფასსაც ითვლის, რომლის მიხედვითაც საშუალო ხელფასი ამ ნაწილში არის 1312 ლარი, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საშუალო ხელფასს. პირველ რიგში მაინტერესებს რამდენად რეალისტურია თუნდაც მედიანური ხელფასი 1312 ლარი და რამდენად ახლოს არის ის რეალურად საშუალო ხელფასთან ქვეყანაში, ეს ერთი და მეორე თქვენი ნარატივი რომ გავაგრძელო, თუ ასეა და ძალიან ბევრ ქვეყანაში მეც გიდასტურებთ რომ საშუალო მეთოდოლოგიას აღარ იყენებენ, მაშინ ჩვენთან ორივე მეთოდოლოგიით რატომ ითვლება და ორივე მეთოდოლოგია რატომ გამოიყენება? მოდი მედიანური ხელფასის ახსნათ რაც არის რა და ყველაფრის ამოსავალი წერტილი მაინც ის თავდადავთ არის ინფორმაციის სანდოობა და ინფორმაციის როგორ ვთქვათ ხარისხი. ინფორმაციის ხარისხი გულისხმობ იმას რომ რამდენად აღრიცხული არის რომ რეალურად რამდენი ადამიანია საქართველოში დასაქმებული და რამდენი ადამიანი ითვლება ანუ ამ შემოსავლის მიმღებად. და ჩვენ ვიცით რომ საქართველოში ოფიციალური სტატისტიკით 16%-ზე მეტი, ცოტა მეტი არის უმუშევარი, 20%-ზე ცოტა მეტი არის თვითდასაქმებული, ამ სტატისტიკაში თვითდასაქმებულები ითვლებიან თუ არ ითვლებიან. სავარაუდოდ არ ითვლებიან. და უმუშევართა რაოდენობაც არის, მე რამდენია რეალურად დასაქმებული შრომისუნარიანი ადამიანი, დაკლებული არის თუ არა ამ პერიოდში ის იმიგრაცია, რომელმაც საქართველოს ძალიან დააზიანა, მიგრაციას მე არ ვამბობ, ეს გავიდა 30 წლამდე შრომისუნარიანი კვალიფიციური ადამიანები მასიურად, რაც ანუ და მე ყველაზე მთავარი ნაწილი კიდევ რა არის, რა ღირებულება იქმნება, ანუ რა ველს, ანუ რა ღირებულებას ქმნის ეს ხელფასის გადახდილი ხელფასი, ანუ აი ეს wage, რომელიც არის, ანუ თარგმანში ხელფასი, რომელიც გადაიხადეს, რა ღირებულება შექმნა. მედიანური ხელფასის დათვა ხდება ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხარისხიანი არის არ არის, მოდის ამაზე ჩვენ არ ვისაუბრებთ, მე არ ვიკამათებ, მაგრამ აქედან ხდება გაყოფა შუაზე ამ მონაცემების, ხდება ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი შემოსავლების მოშორება და ამ ორი მაჩვენების გასაშუალება, რაც ეკონომისტებისთვის და ამ გამოთვლებისთვის უფრო შედარებით უფრო სანდო მონაცემად ითვლება ვიდრე საშუალო ხელფასი, რომელიც ხა პირველად უფასი მაგათ გაზრდილია, მაგრამ ცალკე აღებული ეს მონაცემიც არ არის სანდო და ძირითადად განვითარებული ქვეყნები, სადაც ინფორმაციის ხარისხი, გადამოწმება და სანდოობა გაცილებით მაღალია, ისინი ოპერირებენ უფრო მედიანური ხელფასი, მაგრამ მედიანური არის საერთო სისტემური ანგარიშის დანახვის ძალიან პატარა ნაწილი. არის ასევე ისევ და ისევ დამყარებული ამ ინფორმაციიდან ხელფასი შეფასთან შეფარდებით კოეფიციენტი და ასე შემდეგ. ჩვენ შემთხვევაში ისევ და ისევ ანუ ამოსავალი ნაწილი არის უხარისხო ან გადაჭარბებულად ხარისხიანი ინფორმაცია. და ეს კოეფიციენტი ამ შემთხვევაში 2023-ში 20-შიც თუ არ ვწდები 11-ში და 10-შიც დაახლოებით ესე შეადგენდა 0.35 და 0.42%-მდე. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ეს 40 თეთრი მაგალითად არის GDP-ის მოცულობიდან თითოეულ მოქალაქეზე გადანაწილებული დოვლათი. ან მაგალითად აი 3.700 ადამიანიდან თუ ეს კოეფიციენტი 0.4, ანუ თითო ადამიანზე მოდის 40 თეთრი მისი ხელფასისა GDP-ში. ეს რა კონტრიბუცია, რა ბენეფიტია
აქ არის მთავარი. ამიტომ შემოსავლის გადანაწილებების, ანუ დოვლათის გადანაწილების აღქმისას რამდენად განვითარდა ქვეყანა, ეკონომიკა და რომელიც თუ ინკლუზიურად ან არაინკლუზიურად გადანაწილდა მის მოსახლეობაზე, უფრო უკეთესი გათვლა ამ მონაცემებისთვის არის მსყიდველობითი პარიტეტის ძალის გამო, ანუ PPP-ის მონაცემი, რომელიც გაძლევს ასევე ამ ინფორმაციის დაყრდნობით გაძლევს საშუალებას იმის რომ დაინახო რეალურად ეს შემოსავალი, რაც არის ერთ სულზე, რამდენად წყიდულ უნარიანია. ჩვენ თავარი გამოვჭა, ანუ მე თავარი გამოვჭა ამ პირველი მოდელის აღწევისას, როცა ეს საშუალო ხელფასი, თუნდაც მედიანური, მაგრამ საშუალო ხელფასი განსაკუთრებით არის გროსი, ანუ თლიანი თანხა, რომელსაც გადასახადებიც უნდა დავაკოთ, მაგრამ ეს არ არის დაკორექტირებული ინფლაციასთან. ანუ ეხლა მაგალითად წელს რო გვაცნობეს რომ გაიზარდა დაახლოებით 8%-ით, რაღაცა 2000 რაღაც ასეთი სიმბოლური ციფრები, იმას უნდა დავაკოთ როგორც ვთქვი 22%, მაგრამ 8%-ზე მეტი არ გამოდის ეს, როგორც უნდა გავუგრძელოთ საშუალო, იმიტომ ჩვენ თუ დავაკვირდებით ამ ზრდის კომპონენტები ვინ იყვნენ ის გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯი, ანუ ჩვენ ვიცით რომ პარლამენტარებს და საჯარო მოხელეებს, ცოტა მაღალი იერარქიის საჯარო მოხელეებს, ანუ ყველას არა, გაუოთხმაგდა და გაუხუთმაგდათ ხელფასზე შემოსავალი, ეს სტატისტიკაში არ დაიმალება, იმიტომ მაინც აღრიცხულია. ჩვენ ვიცით რომ IT სექტორში და კორპორატიულ, ანუ განსაკუთრებულად საბანკო სექტორშია უფრო მაღალი შემოსავალი და იქაც ძალიან ისეთი გაყოფილია და ეს ყველაფერი საერთო ჯამში იღებს მონაწილეობას. მაგრამ აქ თავარი საერთო ეს მზდა არ არის დაკორექტირებული ან დაპირისპირებული ინფლაციასთან. და ინფლაციის ნაწილი ჩვენ ვიცით რომ რეალური ინფლაცია თუ ჩავშლით კარგად კი 4.5%-ამდე გაიზარდა და მიზნობრივი 3 ბლა, მაგრამ რეალური ინფლაცია ჩვენ ვიცით ძალიან დიდია და თუ ჩავშლით ამ ინფლაციის მაჩვენებასა ჩიგადაში ქვეჯგუფებად, ჩვენ მასლოუს პირამიდის ნაწილში ჩვენ არ ვართ მაღლა, ჩვენ ვართ ძალიან რაღაც დაბალსათეხურებზე და მოსახლეობის დიდი ნაწილის კალათე ხარჯულობითი არის კვების პროდუქტებზე, სადაც ინფლაცია 12%-ამდეა გაზრდილი. ამიტომ ეს ზდა თუ ავიღებთ მარტო აი ამ ქაღალდით და დაბრეხვებული რაღაცა მანიპულირებადი ციფრებით, უკვე არასწორი ის არის და ისევ იმ აუდიტორიამ ვისთვისაც ეს არის გათვლილი, მათაც უნდა მიხვდეთ ის აუდიტორია, ვისაც შეეხო ზუსტად ეს 12%-იანი ინფლაცია და ყოველდღე ეხება და ჩემზე კარგად იციან და მათი შემოსავალი ხელფასი თუ გაიზარდა 8%-ით, ამ დროს ამის აპირისპიროდ იგივე დოკუმენტებით მათი ხარჯი 4%-ით უფრო მეტია. ნიკოლოზ, მადლობა. ბოდიში რომ გავაგრძელე ძალიან. პირიქით საინტერესო იყო ამ უმწურავი საუბრისთვის და ანალიზისთვის მადლობა. ნიკოლოზ ალავიძე, GeoCase-ის მრჩეველი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო. ჩვენთან ერთად დავსაუბრობდით ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გამოაქვეყნა სტატისტიკის სამსახურმა.